დაუნინგ-სტრიტზე მისული ახალი პრემიერი ენდი ბერნემი მთავრობის დაკომპლექტებას შეუდგა. წამყვან თანამდებობებზე დიდი ბრიტანეთის ახლადარჩეული ლიდერის ფავორიტები ცნობილია. საგარეო წყება მან ედ მილიბენდს ჩააბარა, რომელიც 2010-15 წლებში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო. ის ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ მილიბენდის ძმაა. ყოფილი პირველი დიპლომატი ივეტ კუპერი ჯანდაცვის უწყებას იბარებს. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი კი უესტრიტინგი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ხდება. ან თანამდებობაზე ის ჯონ ჰილის ანაცვლებს. თავად ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ ფინანსთა სამინისტრო გადაიბარა, რაც საინტერესო ფაქტია, რადგან მანამდე ერთი თვით ადრე მან თავდაცვის უწყება პროტესტის ნიშნად დატოვა ბრიტანული ჯარისა და ფლოტისთვის გამოყოფილი არასაკმარისი დაფინანსების გამო. ახლა მას მეტი საშუალება მიეცემა ფინანსები ისე განკარგოს, როგორც ეს უსაფრთხოების საკითხებში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს შეეფერება. ენდი ბერნემის მხრიდან მისი კაბინეტში დაბრუნება იმის სიგნალია, რომ მას ამ საქმეში მწვანე შუქი აუნთეს. დიდი ბრიტანეთის წინაშე მდგარი საგარეო და უსაფრთხოებითი გამოწვევები და პრიორიტეტები კარგად იკითხება იმ ზარებში, რომელიც ახალმა პრემიერმა პირველად განახორციელა. პირველი ლიდერი, რომელსაც ენდი ბერნემმა დაურეკა, დონალდ ტრამპი გახდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამ სატელეფონო საუბარს თბილი სოციმედია პოსტი მიუძღვნა. შემდეგ იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის მიმართაც ლონდონის მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრების საკმაოდ ხშირი ცვლის პირობებშიც კი არ შერყეულა. და ბოლოს სიგნალებით ასეც გაგრძელდება. იყო ზარი ბრიუსელშიც, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ძალიან კარგი საუბარი მქონდა გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრთან ენდი ბერნჰემთან. ჩვენ ბევრი თემა განვიხილეთ, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან არსებული შესანიშნავი ურთიერთობები. ახლო მომავალში შევხვდებით ორმხრივად საინტერესო თემებზე სამსჯელოთ. პრემიერ-მინისტრს დიდი სამუშაო ელოდება, მაგრამ ის ამის გაკეთებას შეძლებს, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები მზად იქნება დასახმარებლად. ჩვენ განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი, ვაჭრობა, სამხედრო ალიანსი, ჰორმუზის უდის განაღმა და მრავალი სხვა. სატელეფონო საუბარი საინტერესო იყო და ძალიან კარგად ჩაიარა. პრემიერ-მინისტრ ბერნჰემს წარმატება ვუსურვე. მოხარული ვიყავი, რომ ენდი ბერნემს ვესაუბრე და მას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე. ძალიან ვაფასებ, რომ უკრაინისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერა კვლავაც მტკიცე იქნება. მადლობელი ვარ უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემის თბილი სიტყვებისა და იმ ადამიანების ოჯახებისა და ახლობლების მიმართ გამოხატული თანადგომისთვის, რომლებიც რუსეთის ბოლო თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ. უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე ძლიერი პარტნიორობა ჩამოაყალიბეს და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს. შევთანხმდით, რომ უახლეს მომავალში შეხვედრისას განვიხილავთ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, მათ შორის ანტისარაკეტო კოალიციის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობას. მადლობა ენდი, მადლობა ბრიტანეთო. ორშაბათს ენდი ბერნემს დიდმა ბრიტანელმა მონარქმა ჩარლზ მესამემ ოფიციალურად მისცა განკარგულება სამთავრობო კაბინეტის ფორმირების თაობაზე. ცნობილია, რომ ახალი მთავრობის კოორდინატორი და პრემიერის ოფისის ხელმძღვანელი ლუის ჰეიგი გახდა, რომელიც მანამდე ტრანსპორტის მინისტრი იყო, თუმცა გადამდგარი. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა შაბანა მაჰმუდმა, რომელიც ამ პოსტზე უკვე 1 წელია საქმიანობს. 56 წლის პოლიტიკოსი და მანჩესტერის ყოფილი მერი ლეიბორისტულ პარტიას სათავეში პარასკევს ჩაუდგა. ორშაბათს კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. ამ პოსტზე მან კირ სტარმერი ჩაანაცვლა. ახალი მთავრობის ამოცანა ბაზრებისა და ფასების დასტაბილურებასთან ერთად პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებაც იქნება. რაც მნიშვნელოვანი ფაქტია იმის გათვალისწინებით, რომ დიდმა ბრიტანეთმა ბოლო 10 წელიწადში უკვე მე-6 პრემიერი გამოიცვალა.